აღსანიშნავი არის ის, რომ კასპი ძალიან ხშირად უკავშირდება ვახტანგ გორგასლის სახელს და მათ შორის არის ეს საოცარი ტაძარი, მეტეხის ეკლესია, რომელიც არის ღვთისმშობლის სახელობის და არის საოცარი ნაგებობა. მართლა უნიკალური არქიტექტურა, განსაკუთრებით მის გუმბათს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ოღონდ ერთი მომენტია, რომ ძალიან ბევრი მხოლოდ ლეგენდა გვაქვს ვახტანგზე, სამწუხაროდ თვითონ ვახტანგ გორგასალზე არ გვაქვს ძალიან ბევრი კარგი ესეთ ხელმოსაჭიდი წყაროები და რაღაცნაირად ნახევრად ჩვენთვის ლეგენდარული მეფეა, მაგრამ მიუხედავად იმისა, მისი დანატოვარი ძალიან ყარია და დღემდე ცოცხლობს. მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ მეტეხზე არ გვაქვს არავითარი ფაქტორული მტკიცებულება, გვაქვს მხოლოდ რაღაც ისტორიები, რადგან ეს ეკლესია აშენებულია ოქროს ხანის დასასრულს მე-13 საუკუნეში და როგორც მაშინ, როგორც უღრუხაშენი, რაღაცნაირად კლასიკური არქიტექტურის რაღაც ვარიაციები ხდება. მართლა ისეთია, უკვე ანუ ქვეყანა გადადის ალბათ იმ მომენტზე, რომ რაღაცა გაამრავალფეროვნოს არქიტექტურა. აქ გვაქვს ძალიან საინტერესო ჩუქურთმები გარედან და აი რო უყურებ, აი ეს ქვა რას გაგონებს, ხო გავს სვეტი ცხოველში რაც მწვანე. მწვანე ქვა, ხო, რომელიც აქ ჩანს, რომ სავარაუდოდ რამოდენიმეჯერ არის შეკეთებული, აღდგენილი ნაკლებად, მაგრამ შეკეთებული არის. და კიდევ ერთი, რომ თვითონ რაღაცნაირად ეს არის სიმბიოზი ჩემთვის პირადად, რაღაცნაირად სამთავისის, რომელიც არის ჩემთვის ალბათ კლასიკური არქიტექტურა ქართული ხუროთმოძღვრების და სვეტი ცხოველის. რაღაცა მისი სიმბიოზია, მისი შერწყვა. ასეთი გუმბათიც იშვიათია ძალიან. იშვიათი კი არა, მე მგონი ერთადერთია. სამწუხაროდ დაგხვდა დაკეტილი, ქალბატონი ეცადა რომ შესულიყავით შიგნით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ვისაც აქვს გასაღები, არის გასული სოფლიდან, მაგრამ არ აუშვებს. სანამ დრონის კადრებს ვიღებდით, ორმა საყვარელმაც უგან მოგვაკითხა. მათ ყეფაზე ქალბატონიც გამოვიდა, რომელიც უგემრიელესი ნაზუქით გაგვიმასპინძლდა. ვაიმე, რა სურამის ნაზუქი მართლა? მართლა გემრიელი, სახლში გამომცხოვრე? ნახევარი აღარ არის, შეჭამე უკვე. სანამ ჩავწერდით შეჭამა. ვაიმე. მოგეთ ქალბატონმა, რავი, დაგშეგვიპატიჟა, დიდი სიამოვნებით დავრჩებოდით, ყავაზე მაინც. ისმიში აქვს. მაგრამ ჩქარობთ, გვაღამდება და მაგრამ ძალიან გემრიელია მართლა. საოცრება. შემდეგზე აუცილებლად გამოგვიარეთო. ეცი რა მართლა შეგვიძლია გამოუვაროთ. მაინც ხო ჩამოვდივართ კასპში. კი. სად ვართ ახლა ჩვენ და რატომ გადავწყვიტეთ აქ მოსვლა? კასპის სამხარეო მუზეუმში ყოფნისას ჩვენმა გიდმა გვაჩვენა ერთი ადგილის მონახაზი, რომელსაც ქვია ციხია გორა და გვითხრა, რომ ეს ადგილი ყოფილა
ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ სწორედ ეს ადგილი მოიცავს 4 კულტურულ, ქრონოლოგიურ, არქეოლოგიურ ფენას. ეს არის ადრე ბრინჯაო, შუა ბრინჯაო, გვიანდელი ბრინჯაო და ანტიკური ხანები. უნდა ვთქვათ ის, რომ შუა ბრინჯაოს პერიოდში აქ ვინც იყო დასახლებული, ყველა აიბარგა და წავიდნენ მომთაბარე მესაქონლეობას მიჰყვეს ხელი. თუმცა არ მიუტოვებიათ და ეს ადგილი გადააკეთეს აკლდამებად. შემდეგ უკვე დაბრუნდნენ უფრო მეტი რაოდენობით, უფრო დიდი რაოდენობით და აი ასეთი მასშტაბის შენობა ნაგებობა მე პირადად არ მახსენდება საქართველოში, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ყოფილიყო დასახლებული. აქ საუბარია ზუსტად ამ პერიოდს აქვს მნიშვნელობა, თორე ვთქვათ შუა საუკუნეებში ამას დიდი ბევრი გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა პერიოდის შენ ჩამოთვალე, აი განსაკუთრებით შუა ბრინჯაოს ხანაში, როდესაც ხალხი მიდის და მერე ბრუნდება, მას შეიძლება ქონდა ორი მიზეზი. ან ვთქვათ გვალვიანი რამოდენიმე წელი ზედიზედ, ან ზედმეტად წვიმდნენ, რამაც ხალხი დატოვა საკვების გარეშე და ისინი იძულებული იყვნენ გადასახლებული იყვნენ, მაგრამ არ გაწყვიტეს კავშირი, ან პერიოდულად მოდიოდნენ ალბათ, მაგით ვაქცეს აკლდამებად, ან მეორე შეიძლება შემოსევა იყო, მაგრამ ხან აკლდამებად დატოვეს ეს ადგილი, სავარაუდოდ უფრო კლიმატური პრობლემები იქნებოდა, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე. რომ მაშინ ადამიანი მთლიანად იყო დამოკიდებული 100%-ით წყალობაზე, რომელიც მოდიოდა ციდან და მაგიტომ ყავდა ამდენი ღმერთი. რომ დაბრუნდნენ, უკვე ტაძარიც აუშენებიათ და საკმაოდ კარგად არის შემონახული და იმედია რუკის მიხედვით მივაგნებთ რაღაც ნაწილებს. თან რომ დაახოთ გეოგრაფია, სადაც არის აშენებული. დაახლოებით არის მცხეთას და უფლისციხეს შორის, დაახლოებით 30 კილომეტრია მცხეთამდე და დაახლოებით 32-33 კილომეტრი უფლისციხემდე. ანუ ეს არის ის მანძილი, რაც მაშინ ითვლებოდა ცხენით ერთი დღის სავალ მანძილად. ანუ რო თქვა მცხეთიდანაც თბილისი, მაშინ ერთი დღის სავალი იყო. და უფლისციხე მაშინ და ეს არის ოქროს ხანა, როდესაც უფლისციხე უფლისციხობს და მცხეთა უკვე იწყებს, ასე ვთქვათ, აქტიურ კულტურულ ცხოვრებას და აქ გვაქვს მართლა მაგარი. შეიძლება მცხეთაც დაახლოებით ამ ზომის იყო ძველი მცხეთა. ნახოთ ხო რუკა ახლა. ესე იგი, აქ არის შესასვლელი ტაძრის და აი აქ ყოფილა ბეღელი. სამწუხაროდ არაფერი აღარ არის შემორჩენილი აბსოლუტურად. დრონის კადრებიდან ჩანს, ანუ ის გათხრები, უბრალოდ ახლა იმ სიმაღლე ბალახია, რომ აი რუკის მიხედვით სად არის ბეღელი სინამდვილეში. კარგი, აბა გაგვიძეხი წინ ტაძარში. ობდან. მარა, იცი რა არის? ხო, აი ჩვენ რაც არ ვაფასებთ, რაც გვაქვს. იმიტომ რომ თქვა, პირველად ვარ მე ახლა აქ, ეს ჩავთვალე თუ ჩემი დიდი მინუსია, მაგრამ ასეთი სიმეტრიული ნაგები, ეს არის უკვე მე-4-მე-3 საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე. აი, შეხედეთ, ეს არის ასე თქვა, ეგრეთ ფიქალი ნატეხი და ქვით აგებული და შუაში ჩატანებული აქვს სიმაგრისთვის ხიზძელები. ანუ ადამიანები მაშინ უკვე იცოდნენ, რომ სიმაგრისთვის უნდა, ანუ მიწისძვრას იცნობდნენ და ანუ გართვლილი, ანუ სეისმოგრადი შენობა აშენეს 2400 წლის წინ. და იქით კიდე აი სიმეტრიული აგურები, აქ უკვე იგრძნობა ანტიკური პერიოდის გავლენა. ახლა რომ რა მაგარია, როგორი სიმეტრია, სავარაუდოდ ეს არის 2 ან 3 საუკუნეზე, იმიტომ რომ აგურები იმდენად სწორი თავიდან ვიფიქრეთ, რომ შეიძლება თანამედროვე ახალი გარემონტებულს გავს, მაგრამ ძალიან დიდი, ანუ ქვის სისქე და სიგანის აგურია და გეტყობა რომ შეიძლება რაღაც მოხდა და შემდეგ დაშენდა. არ ვიცი, აი ამასაც რო შევხედოთ, ნახეთ რა მხელა არის. ეს ალბათ სახურავის დამჭერი ბოძი იქნებოდა. ხო, თან ნახე 1 2 3 4 5 6 ის აქვს ჩატანებული სიმაგრისთვის და სისქე, ანუ ამხელა ასე ბოძი არ ქონდა შუა საუკუნეების ტაძრებს მე-9 საუკუნემდე. ანუ ეს რაც ნიშნავს, რომ ჭერის სიგანი ან ფართობი იყო უბრალოდ ძალიან დიდი. ანუ ეს მთლიანი შენობები, საცხოვრისიც, ტაძარიც, ბეღელიც, თონეც, ყველაფერი იყო ერთი სახურავის ქვეშ. ხო, ან ძირითადი ნაწილი იყო ერთი სახურავის ქვეშ, მაგრამ სამწუხაროდ შემორჩენილია მხოლოდ ერთი საყრდენი ბოძი, მაგრამ ძალიან მასშტაბურია. არ ვიცი, რამ ხელა არის ესე რომ ნახოთ, დაახლოებით 2 მეტრამდე სისქე სიგანის, ხო? მეტრა, ხო, დაახლოებით 1 მეტრი და 90 სანტიმეტრი. ძალიან შთამბეჭდავია. თან უკვე ნახეთ როგორი არის ზუსტად დიდი ქვა, პატარა ქვა, დიდი, პატარა ჩატანებული ხე, არ ვიცი, სასწაული. იდეალური.
იდეალური. ტაძარი არის ძალიან საინტერესო, ძალიან სიმეტრიულად ნაგებია, კვადრატული ფორმის და საკურთხეველი უყურებს ჩრდილოეთ მხარეს. ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან მზე ყოველთვის აი ესე მოძრაობდა სამხრეთიდან და წარმართულ რელიგიაში მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აი ხა რაც შეეხება აი ამ ორი ფენა, ჯერ იყო აქ ქვით ნაშენი და შემდეგ ალბათ ცოტა მოგვიანებით მოხდა რესტავრაცია დიდი აგურით, ხელით გაკეთებული აგურია სავარაუდოდ და საკმაოდ დიდია თითო მათგანი და საოცარია. მეორდება დაახლოებით იგივე სტილის არის, რაც იყო ანტიკურ ხანაში გავრცელებული ახლო აღმოსავლეთში. აქეთ არის აი ეს არის საკურთხეველი, აი ეს აგურები, ნახეთ აგურები გაზომა, აი მართლა საოცარია. ანუ შიგნით იყო ქაოსურად თოკადესე გამოყენებული ალიზი და გარედან აი ესე მტკიცედ შემოსაზღვრულია ფიქლის ქვებით და აგურით. მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აი ხედავთ, რომ შეიძლება ერთმა პატარა მიწისძვრამ რაღაც კლიმატურმა რაღაც გრიგალმა ან ვთქვათ სიტყვამ შეიძლება დააზიანოს კიდევ უფრო. ასეთი ნასახლარი საქართველოში ამ პერიოდის ასეთი კარგად შემონახული და განვითარებული არ მახსენდება. აი თუნდაც აი აქ. აი ხა ვეცდები ავიდე. აი შეხედეთ. არ ვიცი, ხა სახიფათო აქ დგომაც და აი აქ ეს ქვა ჩამოვარდება სავარაუდოდ ძალიან მალე და ესეც ჩამოიწევა. აქ ეტყობა, როდეს აი ბეტონით არის გამაგრებული სავარაუდოდ 70-იან 80-იან წლებში, როდესაც იყო აქ არქეოლოგიური გათხრები, სავარაუდოდ ეს ბეტონით გაამაგრეს, ეტყობა კიდე 1, 2, 3, მაგრამ უკვე ჩამოიწია. ალექს, ბატონო. მარნის ადგილი ვიპოვე, მოდი ნახე. მოიც მოვდივარ. აუ, ნახე, რამ ხელა ბალახია, ამოსული, ეს ასე არ უნდა იყოს. ოღონდ რა თქმა უნდა, არაფერი აღარ ჩანს. მიწაც დაყრილი აქვს და ბალახიც ამოსულია და რაღაც ქვებიც ყრია. წარმოიდგინე, აქ იყო ნაპოვნი 48 სხვადასხვა ზომის ქვევრი. აი, ნახე. ნატეხია რამის? ნახე. თან კი. ეს არის იმით გამოირჩეოდა ეს ქვევრები, რომ იყო მოხატული. წითელი იმით, საღებავით. შეხედე. აი, უკა ეს ჩანს, აი ეს მიყრილი-მოყრილია. აი, ნახეთ, აქ კარგად ჩანს. ეს არის ქვევრის არა, მაგრამ რაღაც უფრო კერამიკული ჭურჭლის საკმაოდ დიდია, ამიტომ ციცხვად არის შეღებილი. და შეღებილია, კი. და ყველაზე მაგარი იცი რა არის? რაც აქ იპოვნეს. რა? აქ იყო ნაპოვნი ერთ-ერთი უძველესი საწნახელი. და იმ საწნახელში ნაპოვნი არის საფერავის ჯიშის წიბწები. ხო, გასაგებია, ხო, საფერავი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჯიში სოფლიოში, რა დღემდე არის შემორჩენილი. იმდენად მდგრადია, რომ ალბათ მე მგონი საფერავი ერთ-ერთი ჯიშია, ძალიან უნდა მოინდომრო, ცუდი ღვინო გამოიწვიოს. ხო, მაგრამ ნახე, რა მაგარი ადგილია და აი არაფერი რო არ ჩანს, ეს რო იყოს მოწესრიგებული და ახე მოწესრიგებას რას გულისხმობთ, იცი, რო არ ჩაგთვალო რაღაც გრანდიოზული პროექტი. არა, უბრალოდ შემოღობილი, დადგმული აბრა, თქვა ტაძარი, თქვა გადახურული და ეს გათიბული. ანუ რომ რაღაც აღქმადი იყოს. აი ხა ზევიდან დრონის კადრებიდან ჩანს, რომ აქ ეს სიმეტრიული ფორმები და აი ხა აქ რო ვდგავართ, აქ გარდა იმისა, რომ ახლა რო ვიცით, რომ აქ არის ისე შეიძლება ვერც მიხვდე რომ რამე იყო აქ. კი, ნამდვილად. მაგრამ აი იცი რა არის საინტერესო რა, ანუ აქ იყო მარანი, სხვადასხვა სათავსოები, ბეღელი და ასე ეს რას ნიშნავდა? იმას რომ ეს იყო ძალიან ძლიერი სასოფლო კულტურული ცენტრი. წამო ბეღელში გადავიდეთ ახლა, ნახოთ დაახლოებით რა მასშტაბის იყო. იმიტომ რომ გარშემო სავარაუდოდ რასაც უყურებთ, ეს იყო ყველაფერი ხორბლისთვის და
ქართლი ითვლებოდა ერთ-ერთ მართლად, როგორც ბეღელი იყო ქვეყნის. ახლა ითვლება თქვა შირაქი, კახეთი, მაგრამ მაგ პერიოდში შიდა ქართლი და ცოტა მოგვიანებით ჯავახეთი იყო, სადაც ძირითადად მოდიოდა ხორბალი და ქართული ხორბალი, რომელსაც აუცილებლად დავაგემოვნებთ დღეს. მართლა? აბა რა, პატრა სიურპრიზები რამე გვაქვს. სიურპრიზია? რა მაგარია. წავედ გავახციოთ ამ ბალახებიდან. აუ ნახე რამხელა. გველებიც იქნება აქ სადმე იხმაურე. უკვე ხმაურობ შენ. აი მარნის მოპირდაპირე მხარე ზუსტად იყო სათონე. აი სადღაც აი აქ უნდა ყოფილიყო. კარგი ხედი კი ჰქონდათ. ირგვლივ ყველგან. ქვემო ჩოჩეთში მდებარე ეს უნიკალური ნასახლარი 12 მეტრიან ბორცვზე მდებარეობს, რაც ბევრად კომფორტულს ხდიდა ადგილს ირგვლივ სათვალთვალოდ. გარდა იმ ნაგებობებისა, რაც ჩამოვთვალეთ, აქ იყო სატრაპეზო, წისქვილი და სათავსო შენობები. ერთ-ერთ მათგანში აღმოჩენილია კაპიტელი ხარების გამოსახულებით, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ასევე მთელ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნალესობის ფრაგმენტები სხვადასხვა გამოსახულებით, როგორიცაა ფასკუნჯი, მზე, ირემი, ძაღლი და სხვა. ეს ნამოსახლარი ხანძარს გაუნადგურებია და მას შემდეგ აქ განახლებული ცხოვრების მასშტაბი უფრო მცირე იყო. კასპში ყველა ლამაზ და საინტერესო ადგილს კიდევ ერთი ემატება, ეს ფერადი მთებია. რასაკვირველია, გარეჯის ფერადი უდაბნო სხვა მასშტაბების არის, მაგრამ ეს ფერდობიც ულამაზესია. ფერები სხვადასხვა მინერალის ზეგავლენით ჩნდება. მაგალითად, წითელი ფერი ნიშნავს, რომ ნიადაგში რკინა ჭარბობს. ყავისფერი მაგნეზიუმის მახასიათებელია. მწვანე ნიშნავს, რომ ნიადაგში გლაუკონიტია. საოცარი დღის დასასრულია ულამაზესი მზის ჩასვლით კასპში. ვაგრძელებთ კასპში მოგზაურობას. წინ გველოდება კლდემაღალას კოშკი და ქართლის უნიკალური ვაზის ჯიშებისგან შექმნილი ღვინოები მეღვინეობა კაპიტოში.